ეს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა და დღეს მე სტუდიაში მოვედი საგანძურით. იაკობ გოგებაშვილის საგანძური, როგორც წიგნის სათაური და როგორც ჩემი პირადი და ქართული ლიტერატურის საგანძური. ეს წიგნი 1982 წელს არის გამოცემული ჩემს დაბადებამდე 9 წლით ადრე და ეს იყო პირველი წიგნი, რომელიც მე დამოუკიდებლად წავიკითხე. იაკობის წიგნებით არაერთი თაობა გაიზარდა და ის მაღალი სტანდარტი, რომელიც იაკობ გოგებაშვილმა ჩამოაყალიბა ქართულ საბავშვო ლიტერატურაში, რა თქმა უნდა საამაყოა, თუმცა შესაძლოა სწორედ ეს ამ სტანდარტიდან გამომდინარე საზოგადოების გარკვეული წარმომადგენლები ერთგვარი აგდებით უყურებენ თანამედროვე საბავშვო მწერლებს. განსაკუთრებით საგრძნობია ეს ბოლო წლებში სოციალურ ქსელებში ამ მწერლების წინააღმდეგ პერიოდულად აგრესიის მთელი ტალღებია ხოლმე მიმართული. ახლა შეგახსენებთ ასეთი სოციალური ძალადობის რამდენიმე ფაქტს, ეს იყო საბავშვო მწერლების პირდაპირი ბულინგი. აი მაგალითად ვასო გულეურის ლექსიდან ვინ უპასუხებს ირაკლის სრულიად უწყინარი ნაწყვეტი. ღამურა ღამით რომ ფრინავს, დღისით რომ ფრინავს ბეღურა. ბეღურას რატომ ვეძახით, რატომ არ ქვია დღემურა? აი ამ უწყინარ ძალიან საყვარელ სიტყვას დღემურას, რომელიც დღის, ბეღურის და ღამურის ნაერთია, სოციალურ ქსელში მოყვა წარმოუდგენელი ამბავი. ამის ამსახველ სქრინებს და ფრაზებს ხედავს მაყურებელი. ისინი ადამიანები ითხოვდნენ სოციალურ ქსელში მწერლისთვის თვალების დათხრას ათასაშინელებას, აი აქ შეგვიძლია მოვიკითხოთ, გვაჩვენეთ ვინ არის, მისი სახელი და გვარი, მისი ფოტო და მოკლედ სრული საშინელება ხდებოდა სოციალურ ქსელში. სინამდვილეში ლექსი არის პატარა ბიჭზე, რომელიც ოჯახის წევრებს 1000 სახალისო კითხვას უსვამს, რასაც ყველა ბავშვი აკეთებს. ასევე ძალადობრივი კამპანია აგორეს მარიამ ციკლაურის წიგნზე, ანბანის სამეფო. წიგნში ორი ბავშვი იწყებს ანბანის სწავლას ლექსებით. აქვე არიან ბოროტი დებები, რომლებიც ბავშვებს ხაფანგს უგებენ და ეს ლექსიც არის ერთ-ერთი ხაფანგი, ეგრეთ წოდებული ცუდი ლექსი, რომელიც ბავშვმა არ უნდა წაიკითხოს და ინტერნეტში კი სწორედ ეს ნაწყვეტი კონტექსტიდან ამოვარდნილად იყო გავრცელებული და იყო პროტესტი იმის შესახებ, რომ ეს ლექსი არის სასკოლო სახელმძღვანელოებში, სინამდვილეში კი არანაირ სასკოლო სახელმძღვანელოსთან საქმე არ გვქონია. მსგავსი თავდასხმა არამხოლოდ თანამედროვე საბავშვო ავტორებზე ხორციელდება, ასეთი შეტევის მსხვერპლი გახდა მაყვალა მრევლიშვილი და მისი ლექსი ქისა ბარაქისა და ცაში გალობს კურდღელი, აი ამ ცაში მგალობელი კურდღლის გამო გახდა ლანძღვის ობიექტი. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ არც მეტი, არც ნაკლები ჩიტო ნაცარას ავტორზე ვსაუბრობთ. მოკლედ იმის თქმა სურს, რომ სინამდვილეში თანამედროვე ქართული საბავშვო ლიტერატურის უკან ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან დიდი შრომა და სიყვარული დგას, მათი ჩამოთვლა ნამდვილად რთული იქნება და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დღეს 27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს რამდენიმე ქართველი საბავშვო მწერალი გაგაცნოთ. ადამიანები, ვინც დღეს ქართულ საბავშვო წიგნებს ქმნიან. ამიტომ ნახოთ ახლა სიუჟეტი. ჩვენი პატარა ირაკლი, ჩემი უმცროსი ძამიკო. უცნაურ კითხვებს გვისვამს და სურს ყველაფერი გაიგოს. მზე როცა ჩადის, სად ჩადის? ან დილით როგორ ამოდის? ღრუბელი წვიმას რომ გზავნის, მერე იმ ღრუბელს რა მოსდის? საშობაოდ მართავ კონცერტს, ბილეთებში ვითხოვ 2 ცენტს. პროგრამაში რა გაქვს ბუკა? რა თქმა უნდა, ღამის ფუგა. ჭოტი გახლავთ მაესტრო, ყველა უნდა დაესწრო. ქართული საბავშვო ლიტერატურა არის საკმაოდ დიდი ტრადიციის მქონე ლიტერატურა და ისეთი ადამიანები, რომლებსაც ერის მამას ვეტყვით, ქართველ ძალიან დიდ მოღვაწეებს, მათი სახელები არის დაკავშირებული ამ ლიტერატურის როგორც დარგის საფუძველთან. გამარჯობა. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, როდესაც იაკობ გოგებაშვილის სამშობლოში მართლაც ხარ საბავშვო მწერალი, ითვლები საბავშვო მწერლად და წერ ბავშვებისთვის. ყველაფერი უნდა ქონდეს გათვლილი, გათვალისწინებული, ბავშვად უნდა იქცე პირველ რიგში და რაღაცა ის კარი შეაღო, რომელიც ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება ბავშვობის შემდეგ. გამონათქვამია და ხშირად ვიხსენებთ ხოლმე, უნდა წერო ისე როგორც დიდებისთვის და ცოტა კიდევ უფრო უკეთო და ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ ბავშვებისთვის წერა არ ნიშნავს მარტივად წერას. უნდა იყოს მარტივად აღსაქმელი, მაგრამ არ უნდა იყოს პრიმიტიული. მე არ მყავს ბოროტი პერსონაჟი, შეიძლება ძალიან ცუდია, უბრალოდ მე არ შემიძლია რომ ბოლომდე
პერსონაჟი დავტოვ ბოროტად. ძალიან ბევრს ფიქრობ ხოლმე პერსონაჟის სახელებზე და პერსონაჟის ხასიათზე თავის დავაცხადე როგორ უნდა იყოს პერსონაჟი. რა თქმა უნდა მყავს პერსონაჟები, რომელსაც ქართული სახელები ქვია, ასე ვთქვათ. მაგალითად, ციყვი, ციკო მყავს ასეთი პერსონაჟი და ყავს მას მეგობრები დათვი მიხაკო, კურდღელი ამბაკო, თაგვი თენგო. ჩემი პერსონაჟები ლექსებში არიან ყველა და ყველაფერი, რაც ბავშვის გარშემოა, დაწყებული საშიშის საგნიდან, მაგალითად, ასანთის ღერიდან დაწყებული, ცხოველთა მთელი სამყარო, ადამიანები, ხან ლიფტია ჩემი პერსონაჟი, ხან ცოცხი, რა ვიცი, ყველაფერი, რაც ტელეფონი, რაც კი მათ გარშემო ხდება, კალამია თუ სახატავი ფანქრებია თუ რაღაცა შემოდგომა არის თუ ბოთლებია თუ ყველაფერზე აბსოლუტურად ვწერ. სულ ვცდილობ, რომ ბავშვი იყოს პერსონაჟი ლექსში, რაღაცა თვითონ იკითხოს იქ, რაღაცა თვითონ გააკეთოს იმ ლექსში. 1000 რაღაც მოვიფიქრეს პროზა არის, რომ შემეტანა დამატებით ბავშვებს ქონოდათ რაღაც აქტივობები, სავარჯიშოები, დასახატები, რომ აი წიგნი არ იყოს მარტო რომ აი წავიკითხო ეს ტექსტი, გადავშალო, წავიკითხე ტექსტი და დავხურო და გადავდო. დავიწყე ხატვა, იმიტომ რომ მინდოდა ჩემი საბავშვო პერსონაჟები ისეთები როგორცაც ხედავდი, ზუსტად მე დამეხატა. ჯერ მოდიან ხშირად პერსონაჟები მოდიან ნახატით, როცა უბრალოდ ხატავ და იმ შემდეგ ამ პერსონაჟზე ვაწყობ უკვე მოდის ამბავი. ამას ქვია მართიკო. ცოტა სევდიანი ამბავი აქვს ამ გოგოს და ეს იქნება ალბათ ერთ-ერთი ესეთი ჩემი ესეთი სევდიანი წიგნი. იმიტომ რომ ბავშვებმა ხშირ შემთხვევაში იცოდნა ხოლმე ისიც რომ ყველაფერი არ შეიძლება რომ თქვათ ყველაფერი მხიარულად არ ხდა, ამთავრდება და რაღაცნაირად თან ამ ამბით მათ გვერდით ვიდგე როგორც რა ვიცი, როგორც მწერალი. თავისთავად ძალიან კარგია რომ ითარგმნება უცხოური ლიტერატურა. ეს ალბათ გამომცემლობას ალბათ ვერც გაამყუნებ ამაში. ისინი უყურებენ ბაზარს, უყურებენ მოთხოვნებს და ხო იცით ეგ ქართულიდან და ეს არის ყოს შინაარსობრივ შენდობა არ აქვს, მშობლების დიდი ნაწილი უფრო იხიბლება ხოლმე უცხოური სახელებით. ძალიან გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ თქვათ ორი წიგნი რომ იყოს წიგნის მაღაზიაში, ერთი იყოს ქართველი ავტორის და ერთი იყოს უცხოელი ავტორის, მაინც ქართულს გვერდით გადადებენ და აუცილებლად ეს უნდა იყოს უცხოელი ავტორის წიგნი. აბსოლუტურად უცნობი ხარ, არავინ არ იცის რას აკეთებ. ხა პატარებიც აღარა ვართ, რამდენი ათეული წელია მე ამ საქმეს გულითადაც ჩემი შეძლების და შესაძლებლობების ფარგლებში ვემსახურები, მაგრამ თქვენ გონიათ ახლა იცის ვინმემ რომ აი რაღაცა გავაკეთეთ ჩვენ შევქმენით. ცოცხალი მწერალი არ უნდათ საბავშვო. მშობლებზე ვამბობ და უფროს თაობაზე ვამბობ და ადამიანები აკეთებენ საქმეს და მინდა რომ მათი საქმე, ჩვენი საქმე ჩაითვალოს საქმედ. მე მინდა რომ ჩვენთან უყვარდეთ და პატივს სცემდნენ საბავშვო მწერალს, თანამედროვე საბავშვო მწერალს და უაზროდ არ ლანძღავდნენ, არ თათხავდნენ ამ Facebook-ში და აგრესიით არ ავსებდნენ. კიდევ და კიდევ ვიმეორებ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართული საბავშვო ავტორებისთვის, ეს არის მათი უფრო ხშირი ურთიერთობა მკითხველებთან და მათი ხელშეწყობა, რომ თანამედროვე მშობლებმა გაიცნონ კარგად თანამედროვე საბავშვო ავტორები.